ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტიდან 4 დღის შემდეგ ირანელები სახლებს უბრუნდებიან. ევაკუაცია ხანმოკლე გამოდგა. ახლა მოსახლეობაც სახელი საჰაერო დარტყმების კვალის დასუფთავებას ცდილობს. თუმცა ხანგრძლივი კონფლიქტის კვალი რთული გასაქრობია. ამდენწლიანი მძიმე შრომის შემდეგ ოკუპანტმა სიონისტურმა რეჟიმმა ჩვენი ხეივნის შესასვლელს დაარტყა. შედეგად ჩვენი სახლი დაზიანდა. ცოცხლები ვართ, სულ მცირე ამერიკა ხომ დავამარცხეთ, ეს ბევრს ნიშნავს. ღმერთმა დაწყელოს ყველა, ვინც ეს ომი წამოიწყო. ესმაილ მალეკი ამერიკის დამარცხებაზე შემთხვევით არ საუბრობს. 12 დღიანი ომის შედეგები მოსახლეობაში გამარჯვებად ქვეყნის სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ წარმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ თეირანმა ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმებით საკუთარ თავზე სერიოზული ზიანი იწვნია. მე მივიღე რამდენიმე მილოცვა, პირველ რიგში სიონისტურ რეჟიმზე გამარჯვების გამო. იმის მიუხედავად, თუ რა ხმებსაც ისინი ავრცელებენ, სიონისტური რეჟიმი თითქმის ჩამოიშალა. ამერიკული რეჟიმი ომში სწორედ იმიტომ ჩაერთო, რომ ისრაელი ბოლომდე არ ჩამოშლილიყო. მათ დაარტყეს ჩვენს ბირთვულ ინფრასტრუქტურას. ეს ქმედება საერთაშორისო სასამართლოში გასაჩივრებად ღირს, თუმცა ხალხშესახებს ვერაფერს მიაღწიეს. ამერიკის პრეზიდენტმა გადაამეტა ამაზე საუბრისას. მას ეს სჭირდებოდა. ისლამურმა რესპუბლიკამ სილა გააცნა ამერიკას, როდესაც მის საჰაერო ბაზას დაარტყა ალ-უდეიდში და დააზიანა ის. ასეთი ნაბიჯები მომავალში შეიძლება გადაიდგას. აგრესორი ძვირს გადაიხდის. ირანი არასოდეს დანებდება. ჩვენ ვნახეთ აიათოლას ვიდეო, როდესაც ტოტალიტარული რეჟიმის სათავეში ხარ, სახის შენარჩუნება გიხდება. ჩვენ მუდამ მზად ვართ დავიცვათ ამერიკული ძალები რეგიონში. ამასთან ჯანსაღი აზრის ფარგლებში ყველა მიცის სიმართლე. ირანში და ვაშინგტონში სიმართლეს განსხვავებულად ხედავენ. კიდევ უფრო განსხვავებულია ხედვა ევროპელების ნაწილში. გამოცემა Financial Times-ი ევროპული დაზვერვის ვარაუდებზე დაყრდნობით წერს, რომ თითქმის 410 კილოგრამი ურანი ვაშინგტონის თავდასხმების შედეგად არ განადგურებულა, რადგან სავარაუდოდ ადგილიდან გაიტანეს. თეთრ სახლში ამგვარ სცენარს გამორიცხავენ. ბევრია დისკუსია იმაზე, თუ რა მოხდა და რა არ მოხდა. ერთი წამით შეჩერდით და გაიაზრით, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შექმნა პირობები, რომ დაესრულებინა ეს ომი ირანის ბირთვული შესაძლებლობების განადგურებით. პრეზიდენტმა ტრამპმა აწარმოა ყველა კომპლექსური და საიდუმლო ოპერაცია ისტორიაში და ეს იყო წარმატება. მისი შედეგია 12 დღიანი ომის დასასრული და ცეცხლის შეწყვეტა. წმინდა წერილში წერია, ღმერთი მისცემს ძალას მის ხალხს, ღმერთი დალოცავს მის ხალხს მშვიდობით. ჩვენ ირანის წინააღმდეგ ვაჟკაცურად ვიბრძოლეთ. ეს გამარჯვება კი კარს უღებს სამშვიდობო შეთანხმების გაფართოების შესაძლებლობას. არსებობს შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც არ უნდა გამოვტოვოთ. ერთი დღეც არ უნდა დაიკარგოს. დიპლომატიის განწყობაზე არ არიან თეირანში. აქ ისრაელთან თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შემდგომ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ამ ეტაპზე გამორიცხავენ. მიუხედავად თეთრი სახლის განცხადებისა, რომ ახლა ორი მხარე დიპლომატიურ გზას ადგას. არა, არ არსებობს შეთანხმება მოლაპარაკებების გაგრძელებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამას ღიად ვამბობ. არაფერია ჩანიშნული, არანაირი პირობა არ გაცემულა, ამიტომ არ ვსაუბრობთ გაგრძელებაზე. ამ ომში ამერიკამ მოლაპარაკებები უფრო რთული გახადა. ეს გაართულებს შემდეგ საუბრებს. ზიანი მართლაც მაღალია და სერიოზული. თუმცა იძლევა იმის საშუალებას, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ჩამოვიდნენ და ინფორმირდნენ. ეს გადაწყვეტილება ჯერ მისაღებია. ისრაელ-ირანის კონფლიქტის ამოწურვით ახლო აღმოსავლეთში ვითარება არ დამშვიდებულა. ისრაელმა დღეს გაამწვავა საჰაერო დარტყმები ლიბანის მისამართით. საბიზნე ჰეზბოლას დაჯგუფება იყო. დარტყმებს მოჰყვა მსხვერპლი, დაჭრილია 11 ადამიანი.